საღამომშვიდობის ახალი სერია ფარული ჩანაწერების შემქმნელებისგან მორიგი სატელეფონო საუბარი, რომელიც YouTube-ზე ატვირთვის პარალელურად ქართული მედიის დაინტერესებულ ნაწილშიც რეკორდული სისწრაფით გავრცელდა. ერთ-ერთი მთავარი ფიგურანტი კვლავ ნიკა გვარამია, ხოლო მეორე პოლიტიკური ლიდერი. თემა პაატა ბურჭულაძის ბლოგში არსებული პოლიტიკური ვითარება. გავრცელებისთანავე ხელისუფლებამ ეს ჩანაწერი მისი შინაარსის გამო სკანდალურად მონათლა, თუმცა რეალურად ეს პირი სკანდალური სულ სხვა მიზეზით არის. ტოტალური მოსმენა გრძელდება და არავინ არის დაცული ამ ქვეყანაში ფარული მიყურადებისგან. ნიკა გვარამიას და პაატა ბურჭულაძეც ამ საუბრის ავთენტურობას ადასტურებენ, ოღონდ ერთ მნიშვნელოვან დეტალზე ამახვილებენ ყურადღებას. ჩანაწერი დამონტაჟებულია და იქიდან ის მნიშვნელოვანი პოლიტიკური გზავნილებია ამოჭრილი, რომელთა არ გასაჯაროებაში ამ ქვეყანაში ერთი კონკრეტული პოლიტიკური ძალაა დაინტერესებული. ის ჩანაწერი, რომელიც დღეს დაიდო, დიახ, ნამდვილად ძალიან სკანდალურია. მაგრამ სკანდალური არის არა მისი შინაარსი, არამედ ფაქტი, რომ ხელისუფლებამ მორიგ ჯერზე დაადასტურა, რომ ყველას გვისმენს. ეს განცხადება ნიკა გვარამიამ მას შემდეგ გააკეთა, რაც დღეს დილით რუსთავი ორის გენერალური დირექტორისა და პაატა ბურჭულაძის სატელეფონო საუბარი გამოქვეყნდა. ფარული აუდიო ჩანაწერი რუსული სათაურით YouTube-ზე ახლად შექმნილი მომხმარებლის მიერ აიტვირთა და სააგენტო რეპორტიორით გავრცელდა. ამ ჩანაწერში ნიკა გვარამია და ვაშინგტონში მყოფი პაატა ბურჭულაძე გაერთიანება გირჩის ერთ-ერთი წევრის განცხადებაზე საუბრობენ, სადაც ბურჭულაძის პარტნიორები კოალიცია ქართულ ოცნებასთან თანამშრომლობას არ გამორიცხავენ. ეგეთი ხალხი ვარ, რომელიც იზაქეს, რომ ბიძინასთან ერთად ერთავრობაში უნდა ვიყო, იმიტომ რომ მინისტრობა მინდა, ეგ ჩვენთვის პასუხია ბევრ შეკითხვაზე. ვახო მეგრელიშვილი ჩემთვის ფასეულობას არც მანამდე წარმოადგენდა, არც ახლა არ წარმოადგენს და კახა ბენდუკიძის მკვლელთან ერთად ნარგვის მოკიდან მოიღო კახა ბენდუკიძემ და კახა ბენდუკიძის მკვლელთან ერთად ერთავრობაში ყოფნას პროპირებს. ეს ისეთი მორალური კომპრომისია, რომელსაც მე პირადად არასოდეს არ შევხედავს კოშპალიცი. მე თვითონ გამიკვირდა, რომ ჩემთან გუნდში ეგეთ რამე თქვა ვიღაცა. და თუ თქვა უნდა ჭკუაძე მოვიყვანო. ნიკა გვარამია ამ ჩანაწერის ავთენტურობას ადასტურებს და განმარტავს, რომ ამ თემაზე დისკუსია მას საკუთარ Facebook გვერდზე გირჩის წევრებთან ღიად და საჯაროც ჰქონდა. ამაზე გაცილებით უფრო ხისტი ფორმით გამოვთქვი ჩემი აზრი Facebook-ზე, საჯარო პოსტში, როდესაც გავიგე, რომ პაატა ბურჭულაძის ბლოკის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი აპირებდა ოცნებასთან კოალიციაში შესვლას და იქვე იმ პოსტის ქვეშ დავწერე, მე ამ თემაზე აუცილებლად დაველაპარაკებოდი პაატა ბურჭულაძეს და მერე უკვე დავწერე ჩემი და ბატონი პაატას საუბრის მოკლე შინაარსი. მე ვესაუბრებ მიხეილ სააკაშვილსაც, პაატა ბურჭულაძესაც, ირაკლი ალასანიასაც, თინა ხიდაშელსაც, შალვა ჩემს საყვარელ პოლიტიკოს შალვა ნათელაშვილსაც. ყველას ვესაუბრები, ეს არის ჩემი პირადი საქმე, არაფერი უკანონო ამაში არ არის. რუსთავი ორის გენერალური დირექტორი და პაატა ბურჭულაძე ფიქრობენ, რომ ჩანაწერი დამონტაჟებულია. მე არ მისმენი ამ ჩანაწერისთვის თავიდან ბოლომდე, ბატონმა პაატა მითხრა, რომ ეს ამ საუბარში არ არის ის მომენტი, როდესაც მე შენ გეუბნები, რომ მე არც სააკაშვილის ვარ და არც ივანიშვილის და შესაბამისად არ ვიწონებ თუ ეს ნამდვილად თქვა მეგრელიშვილმა. თუ ამ საუბარში ახლა ეს არ არის, ყველაფერთან ერთად უკანონო ჩაწერა და გამოქვეყნებასთან ერთად ეს ყველაფერი კიდევ დამონტაჟებულიც არის. ვის ინტერესში შედის ეს ყველაფერი? თავისთავად ცხადია იმის ინტერესში, ვინც უნდა აჩვენოს, რომ პაატა ბურჭულაძე არის სააკაშვილთან და რუსთავი ორთან დაკავშირებული და მე ვმართავ მას. ვინ არის ეს ძალა, ვის ინტერესშიც ეს არის? ეს არის ხელისუფლება. ის რომ გვარამია ბურჭულაძის საუბრიდან ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფრაგმენტია ამოჭრილი, ამაზე ბურჭულაძის თანაპარტიელი საუბრობს. თავად გაერთიანების ლიდერი კი დღეს მედიასთან არ გამოჩენილა. ხელისუფლება გვიმტკიცებს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო და უსაფრთხოების სამსახურების სუსი არის დეპოლიტიზებული. საინტერესოა ის, რომ ამ საუბრიდან ამოღებულია ის მონაკვეთი, როდესაც ბატონი პაატა ამბობს, რომ მე არც ნაციონალური მოძრაობის მეხოტვე ვარ და არც ქართული ოცნების. დღევანდელ პრესკონფერენციაზე ნიკა გვარამიამ იმაზეც ისაუბრა, რა მიზანი ჰქონდა ამ ჩანაწერის გავრცელებას და ვინ შეიძლება უსმენდეს და ფარულად უთვალთვალებდეს ტელევიზიის დირექტორსა და ოპოზიციის ლიდერს. ამას ისმენს ან სუსი, რომელსაც ხელმისაწვდომობა აქვს, ან პროვაიდერი ამ საუბრის და ეს არის ჯეროსელი ორივე შემთხვევაში, ან ის, ვინც როუმინგის ოპერატორია, ანუ ამერიკის შეერთებული შტატების სპეციალური სამსახური. ვიზია ეჭვი ქართულ ხელისუფლებას. მე ეს ძალიან მაინტერესებს. ყველამ ვიცით ამ შეკითხვაზე პასუხი რაც არის. ჩვენ გვისმენს ბიძინა ივანიშვილის დავალებით სუსი.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში კი ამ სკანდალური ჩანაწერის გავრცელებასთან რაიმე კავშირს უარყოფენ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით კი რუსთავიორის გენერალური დირექტორისა და პაატა ბურჭულაძის სატელეფონო ჩანაწერის გავრცელების გამო საქმე აღიძრა. გამოძიების დროულად ჩატარებას ითხოვს ძალოვანი უწყებებისგან პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი. ჩვენთვის ძალიან საინტერესოა, როგორ წარიმართება გამოძიება, რამდენად სწრაფად და ეფექტურად დადებს შედეგებს. საგამოძიებო უწყებასთან თანამშრომლობაზე უარს არც ნიკა გვარამი აცხადებს. რა თქმა უნდა, მივცემ ჩვენებას, ეს ჩვენება შემოიდება თაროზე, როგორც კი ეს ხელისუფლება შეიცვლება 2016 წლის არჩევნებით კი არა და რეფერენდუმით, რომელზეც მე ვსაუბრობ, ეს ჩვენება თაროდან ჩამოღებული იქნება. 2016 წლის 8 ოქტომბერი არ იქნება უბრალოდ არჩევნები. ეს იქნება რეფერენდუმი. რეფერენდუმი, რომელშიც ჩვენ ხმა უნდა მივცეთ ქვეყანაში დემოკრატიის გადარჩენას, თავისუფალი მედიის და რუსთავიორის გადარჩენას, უნდა უთხრათ არა მოსმენებს, თვალთვალს, ვიდეო გადაღებას და ამის გამოქვეყნებას და ძალიან დიდი მოკრძალებით, მაგრამ ჩემი პერსონალური ნაწილიც უნდა გითხრათ. მე ვარ ადამიანი, ვისაც 3 წლის განმავლობაში უთვალთვალებენ, იღებენ, აშანტაჟებენ, უსმენენ, აქვეყნებენ, ოჯახის უსაფრთხოებით ემუქრებიან და დიახ, ეს იქნება რეფერენდუმი, მათ შორის რიგითი ნიკა გვარამიას გადასარჩენადაც. და ესეთი რიგითი ნიკა გვარამიები ამ ქვეყანაში არის ძალიან ბევრი. ნიკა გვარამიამ სხვადასხვა დროს მისი ფარული ჩანაწერების გამოქვეყნებისა და შანტაჟის გამო სამართალდამცავ უწყებებს არაერთხელ მიმართა, თუმცა აქამდე არც ერთი საქმე გახსნილი არ არის.